ოცნებას ხო ყავს თავისი პირადი ოპოზიცია ხალხის ძალა. ხო და ხალხის ძალამ გააკეთა განცხადება, ოღონდ გააკეთა ერდოღანის სიტყვებზე, იმიტომ რომ იქ ყაველაშვილთან ერთად ერდოღანის სიტყვებს ხო არ მოусმინოთ. ერდოღანმა თურქ მესხებზე გააკეთა კიდე აქცენტი და ეგ ცალკე განსახილველია ჩემი აზრით და მოდი მოусმინოთ და მე ხალხის ძალის კომენტარიც გავიაროთ. ეს მხოლოდ მეზობელი ქვეყნები, ეს ორი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები გვაერთიანებს. საქართველოს გახლავთ აგრეთვე სამშობლო მესხელი თურქების, რომლებიც იძულებით იყვნენ გადაადგილებული თავისი ისტორიული სამშობლოდან. ნოემბერში 54 წლის ჩვენი ქვეყანა გახლავთ საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორი წლების განმავლობაში და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი ურთიერთობა მყარ საფუძველს ემყარება. ჩვენ დიდი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს 3 მილიარდი დოლარი, რაც ბოლო წლების განმავლობაში გქონდა და მივდივართ ახალი მიზნებისკენ, როგორც ვთქვათ, 5 მილიარდი დოლარი და აგრეთვე რომ გქონდეს მეტი ურთიერთ ინვესტიციები. იმ კარგი გუთბილი ატმოსფეროს წყალობით, რაც არის შექმნილი საქართველოში, ათასობით თურქული კომპანია მუშაობს საქართველოში. თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტებით. გარდა ამისა, სამასი სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისა უკვე არის განხორციელებული. გარდა ამისა, საუბრობთ იმ ერთობლივ პროექტებზე, რომელსაც ვისაუბრეთ ჩემს პატივცემულ კოლეგასთან. ამ თემაზე სრული განხორციელება საქართველოს თბილისი, ყარსი, რკინიგზის არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენთაგანისთვის. ურთიერთობა თანამშრომლობა აგრეთვე სამხედრო თავდაცვის სფეროებში უდიდესი მნიშვნელობისა. ეს არის ჩვენი დღესდღეობის საკითხები. მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების მესხი თურქებისა თავის საცხოვრებლებში, რომ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ჩვენ როგორც თურქები ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს საჭიროების სამეფო. ანუ ერდოღანის განცხადებით ყაველაშვილს გადასცა თავისი მოლოდინი, რომ თურქ მესხებს საქართველოში დააბრუნებენ უსაფრთხოდ და ესე კარგად. და მან ამ ტექსტის დანარჩენი ნაწილი იყო ის, რომ ძალიან დიდი ეკონომიკური თანამშრომლობა გვაქვს თურქული კომპანიები ოპერებს საქართველოში. შესაბამისად, დიდი წვლილი გვაქვს საქართველოს ეკონომიკაზე, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთის ინტერესები. ჩვენ როცა რაღაცებზე ვამბობთ, რომ ეს არ ვარგა და ესე არ შეიძლება, ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რომ აბა თქვენ მარტო კრიტიკა შეგიძლიათ, აბა რა უნდა გაეკეთებინა და მოდი გეტყვით საქართველოს პრეზიდენტს ჯერ რა უნდა არ ვიცი დიდგორობაზე იქ, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტი რო ესეთ განცხადებას აკეთებს და შენ რო საქართველოს პრეზიდენტი ხარ და გვერდზე რო დგახარ, რა უნდა ეთქვა თურქეთის პრეზიდენტისთვის? გეტყვით რა. პირველი, ასობით თურქული კომპანია თუ ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. იმედია, რომ ქართული კომპანიების შესვლასაც არ შეუშლით ხელს თურქეთის ტერიტორიაზე. ანუ რატო არის ესე, რომ თურქული კომპანიების ექსპანსია ხდება აქ ისინი აქტივებს იღებენ და რაღაცა მე ვერ ხედავ, რომ ქართული ბიზნესი მაგალითად თურქეთში რაღაცებს იპყრობდეს. ეკონომიკურ სივრცეებს, ხო? პარტნიორული დამოკიდებულება ეგეთი არის. ეგ არ ჩანს. მეორე, თუ თურქეთი აკეთებს აქცენტს ჭყალებში თურქ მესხებზე, საქართველოს პრეზიდენტს უნდა გაეკეთებია ასევე განცხადება, რომ მილიონობით ქართველი ლაზი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს და მე ბატონ პრეზიდენტ ერდოღანს მივმართავ, რომ საერთო რაღაცა თანამშრომლობით იქ ქართული იდენტობის, ენის სწავლების და თავის ისტორიულ სამშობლოსთან ამ ხალხის, ესე ვთქვათ, კულტურული დაბრუნების პროგრამები რო გავაჩინოთ. ანუ აი ეგ ხო არის პასუხი. რომ რავი, ახლა შენ თუ გინდა რომ აქ რაღაცა კულტურული ექსპანსია განვიხორციელო, რავი, მილიონობით ქართველი არის, რომელიც გაათურქეთ მან. ოღონდ ამ ტექსტით კი არა, როგორც თვითონ დავარცხნილად ამბობს, ეგეთივე დავარცხნილი პასუხის გაცემა შეიძლებოდა იქით.
ტაძრებია, ქართული ტაძრები, რომლებიც ოშკი და ხახულის აღდგენის ეს რო დავაკეთოთ არ შეიძლება? ხო, რაღაცა ხო შეიძლება პასუხად უთხრა რაღაცა მოკრძალებული, მაგრამ შენი მხრიდან ჩვენც ფეხბურთელი ხო ყავს ყაველაშვილი პრეზიდენტი. ხო არ შეიძლება მარტო ჩვენ კარში ურტყავდნენ სუპენლებს. ეგრე რო ახსნათ რა მისთვის. ხო, ანუ როგორი რაღაცა იცი, სურათი არის შემდეგი კაცო, ჩვენი ტერიტორიები დაკავებული ქონა ოსმალეთის იმპერიას. ამ ოსმალეთის იმპერიის ბატონობის დროს აქ ჩასახლებული თურქები დააბრუნეთ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაპყრობილი ქონდა, ამას გვეუბნებიან და ეს რაღაცა ისე უნდა მიიღო, როგორც რეალური სამართლიანი მოცემულობა. და მეორეს მხრივ, რა ვიცი, ჩვენ ტერიტორიები წართმეული აქვს თურქებს, ახლა თავის სახელმწიფოს ნაწილ შემადგენლობაშია, ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, იქ მილიონობით ქართველი დარჩა, ამ ქართველებს არც რაიმე კულტურული მექანიზმები გააჩნიათ, საკუთარი ენა შეინარჩუნონ. ტაძრებია, რომლებიც მიტოვებულია უპატრონოდ და ინგრევა და არავინ რეაბილიტაციას არ უკეთებს, რაღაცის პასუხად თქმა, ხო უნდა შეგვეძლოს, ხო არ შეიძლება ყველა საკითხში ისე გველაპარაკებოდეს ყველა, რომ ჩვენთან მართალია. არ ვიცი, მან ხო არის რაღაცა ბუნებრივი ინსტინქტი ხო არის მან, რომელიც ავტომატურად უნდა გაგიჩნდეს რა. ან დაუშვათ იქ ადგილზე ვერ მოახერხა ეს რაღაცა რეაგირება ბატონმა პრეზიდენტმა, იმიტომ რომ გამოცდილება აკლიან, არ ვიცი რა, არ ვიცი. თუმცა პრეზიდენტის კომპეტენცია მაგით ხო, არ უნდა მოეთხოვება, რომ ეგ შეეძლოს. წესით არ უნდა ყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ადგილზე ეგეთებზე ვერ რეაგირებს, სასურველია. მარტო ჰაბიტუსით არ უნდა დანიშნო პრეზიდენტად ადამიანი, მაგრამ ჯანდაბას, მე ხო შეიძლება გამოვიდეს მისი ადმინისტრაცია და ოფიციალური განცხადება დადოს რამე. კი, და ტრამპს მაგალითად რაღაცები შეშლია, ან ზერელეთ მიდგომი რაღაც ისურელი ეთქვა და მე თეთრი სახლი გამოდის და რაღაც ოფიციალურ განცხადებას აკეთებს, რომელთაც ასწორებს ხოლმე მაგას. ხო შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოვიდეს და რაღაცა განმარტება გააკეთოს ამას. კი, სხვათა შორის იმ კონტექსტში რატო იყო შეურაცხყოფელი კონკრეტულად დიდგორობა დღეს პრეზიდენტის მან ჩასვლა, ხა მაგ კონტექსტსაც დაუბრუნდეთ, ხო? დიდგორობა დღეს რო გეუბნებია, რომ თურქი მესხები დააბრუნე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაპყრობილი ქონდა და ეხლა და იქ მაგ პერიოდში ჩასავსდნენ თურქებიო, ეგ თლად რბილი მესიჯი არ არის, ეგ არის საკმაოდ შეურაცხყოფელი მესიჯი, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რა დღეს გეუბნებიან მაგას. ან თურქები რო შემოვიდნენ და გააჩერე და მაგ დღეს აღდგეუბნებიან, ეხლა მიდი და იქ დააბრუნე თურქები. დიდგორობა დღეს თურქეთი გეუბნება, რომ თურქები უნდა ჩაასახლოს საქართველოში. მაგარი შედეგი დადეთ პარტიცემულო ქართულო ოცნებაო. საღოლ თქვენ რა მაგარი პოლიტიკა გიწარმოებიათ, რა უბედურებაა ეს, ხო არის? ანუ კარგად მინდა რომ გაიგოთ რა, გასაგებია რომ რაღაცა სხვა პარტია ვართ, გასაგებია რომ რაღაც არჩევნებია და ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ ეხა რაზეც ვლაპარაკობთ, ეგ არის ნუ რაღაც პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი და ოცნებას ურტყავთ. საერთოდ რო არაფერი შუაში არ ვიყოთ ამ საინფორმაციო პოლიტიკურ იდეოლოგიურ ბრძოლასთან რა. უბრალოდ როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვკითხულობ, რა უბედურება არის ეს? რატო? ვინ დაგწყევლათ ესე? სათქვენოდ გეუბნებით. რაღაც პოლიტიკურ ძალას ხო წესით უნდა უხაროდეს რაღაცა მართველი პარტიის შეცდომა, იმიტომ რომ მაგაზე რაღაცა თვითონ კაპიტალიზაციას მოახდენს პოლიტიკოს. რავი, არ მიხარია რა ესეთ რაღაცეები. არ მინდა კაცო, რა ვიცი, სხვა რაღაცეებზე ვიჭიდაოთ ამ პოლიტიკურ თემებზე, რაღაცა ეკონომიკაზე, კულტურაზე, განათლებაზე, ქვეყნის გარეთ. არ შეიძლება ესე თავრობა იქცეოდეს, არ არის ეს ქვეყნისთვის არ არის რა კარგი.